მოვამზადოთ მაიონეზი სახლში. რისთვისაც დაგვჭირდება სულ რამდენიმე ინგრედიენტი და 5 წუთი. ნახეთ რა კარგი მასა გამოგვივიდა და უგემრიელესია. მანამდე კი გთხოვთ გამოიწეროთ ჩემი გვერდი მეტი ასეთი ვიდეოსთვის. ჩემი აზრით, სახლში მაიონეზის მომზადება ძალიან მარტივია და ნაყიდთან შედარებით ბევრად ჯანსაღიც გამოდის. ესე იგი, 1 ცალ კვერცხს დავუმატოთ 1/2 სუფრის კოვზი მარილი, 1 სუფრის კოვზი დიჟონის მდოგვი და 1/2 ჭიქა ზეითუნის ან მზესუმზირის ზეთი. მე ახლა ზეითუნის ვიხმარე. ჩავრთოთ ბლენდერი მაქსიმალურ სიჩქარეზე 2-3 წუთის განმავლობაში. შემდეგ დავამატოთ დარჩენილი ზეთის სურვილისამებრო. თუ შედარებით სქელი მასა გინდათ, ნაკლები ზეთი დავუმატეთ. ათქვიფეთ 2-3 წუთის მანძილზე, სანამ შესქელდება და მზად არის. მაცივარში შეგიძლიათ შეინახოთ 5-6 დღის განმავლობაში. გაგვიზიარეთ თქვენ თუ მოგიმზადებიათ სახლში და როგორი გამოგივიდათ. მადლობა.